აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ათონის მთაზე ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად აღკვეცის რიტუალს დაესწრნენ. აფხაზეთის მთავრობის წევრები ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან ერთად ქსენოფონტესა და ივერონის მონასტრების წინამძღვრებს შეხვდნენ. დავით ფაცაციამ ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ბერად აღკვეცის შემდეგ ის უკვე მამა ემილიანოსია. ამ მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ დღეს საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრი, ელჩი და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე ეკლესიის მღვდელმთავრები, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ეს სიხარული და ლოცვაში შემოგვიერთდნენ. პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ათონისტის მამების მიმართ. მოხდა ბერად აღკვეცა ჩვენი აფხაზეთელი მამა მამა ირაკლის, რომელიც აღიკვეცა ბერად და ეს არის ათონისტის მთის მადლი, რომელიც ძალიან დიდ ძალას და სიგეთეს მატებს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ ათონის მთის მამების ლოცვა კურთხევით ჩვენ ძალიან მალე ერთიან ძლიერ საქართველოს ვიზეიმებ და ღმერთმა ქნას, რომ სწორედ ჩვენი მამების ლოცვა კურთხევით და ჩვენი სულიერი სიმტკიცით შედგეს ერთობა და გამტკიცება ყოველთა ქართველთა იმისათვისაც ქვეყანა გაძლიერდეს, გამტკიცდეს. ათონის მთაზე ჩვენი ბერები, ჩვენი ქართველი ბერები, როგორც იცით, მრავლად არიან და აქ მოღვაწეობენ და ორ ქვეყანას შორის სულიერი კავშირების გამტკიცებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ ესენი ჩვენი ბერები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო გერონტა ალექსიოს, ჩვენს ბერებს აქ ვინც არიან.